გამარჯობა მეგობრებო, მიცანით, მე ნანა ვარ. დღეს თქვენ უყურებთ პოდკასტს. იმ დღეს ჩემს ფსიქოლოგმა მითხრა, რომ სახლში ჯდომის დრო მორჩაო, უფრო მეცი ნერვიულებო, დაიძაბებიო, შაბათ-კვირას გადი გაიარეო. მე სად მოვედი? მე მოვედი ანიმე ფესტზე. Oh, nice. ბოლოს ვედი სიტირე, თუ ისეთი ლამაზი მეიქაპი გაქვს, შენ არ უნდა დიროდე. მე ავტორი ვარ. რამდენი ადამიანი დაწეს კომენტარებში ამას გზელით მარატუა ხურასხავს. აპატიეთ, მანქანამაკ. მით აქციებს ხარ დადიოდი შენ. ვაიმე, ნამდვილია. გოგოს ამბავი ხარ. უნამუშავები ხარ და ტატუზე რომ მოხვალ, ჩემ ფეხებზე გახადავთ. მართლა ისეთი ბედნიერი ხარ თუ იხეთ თამაშობ. გავყვათ პოლონეთი. ქრისტიანები თუ ვართ ერთმანეთს მიგამოშიც რა. ტრადიციული კაცი, მიდით დაბათმაზე გავუტრაკეთ მამას გაფრთხ. მიხარ შეიძლება მითხრათ? მე ვარ Evernight Hawkeye-დან. შენ? მე Frollo. შენ? შენ არის? მე Dexter Morgan-ი ვარ. მე Layla Genshin Impact-დან. რა არის ყველაზე მეტად რაც ანიმე კულტურაში გიყვართ და მოგწონს? Community. როგორც ჩანს, ყველა ძალიან ლაღები არიან, აქ და გახსნილები, რა ძალიან იშვიათობა და ძალიან მნიშვნელოვანია to be happy guys. შენ რა ქვია? ლუკა, რა პერსონაჟი ხარ დღეს? მე ვარ აკი. Chainsaw Man. ეგ ანიმეა თუ ვიდეო თამაში, მე უგუნური ვარ. ანიმეა, ძალიან მაგარია, მე ძალიან მოწონს ეს ლინზები, შემახედა? ბოლოს როდის იტირე, აშკარად იტირებდა ამან ლინზები რა გაიგეთა? კი. ბოლოს როდის ვიტირე, სიხარულისგან თუ სევდისკენ. აუ, რა კაი კითხვა, რომელის გაგახსენდა პირველის? სიხარულის სულს აღნის ერთი კვირის წინ. რა მაგარია, რა გაგაბედნიერა. საყვარელ ადამიანთან საუბარმა. რა კარგია, ყველაზე კარგი ეგ არის. გამარჯობა. ღამე მშვიდობის, როგორ გიკითხოთ შეგმით? შენ როგორ ვთანებით? კარგად, მე ხარ ძალიან კარგ ხასიათზე, რაც იშვიათია დღესდღეობით. შენ როგორ ხასიათზე ხარ ხოლმე? შენიერზე. ყოველთვის? ანუ ყოველთვის არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე ხო? რითი უმკლავდებით ცუდ დღეებს, რთულ დღეებს? საკმაოდ ძნელი კითხვა, მაგრამ ცივი ჩაი, საკმაოდ კარგი რჩევა. გამარჯობა, შენ რომ მითხრა, ერთი რჩევა ხო არ გაქვს მენტალური ჯანმრთელობისთვის? რა ვიცი, თუ რამე გინდა გააკეთე რა, თუ გენოციდის მოტყვა გინდა მოაწყე გენოციდი. ვაუ. ყველაზე კარგი რჩევა ეგ არის. Message. ბოლოს ვედი სიტირე. ბოლოს? აღარც მახსოვს მართლა. აღარც გახსოვს. როგორ ახერხებ რა ამ სამყაროში, ამ mean world-ში ერთი წრემლის არ დაყვარო? იცი, მაგშენ ამას მარტივად ვახერხებ რა. უბრალოდ როცა მინდა ვიტირო ან რაღაც ემოციურად, მახსენდება რომ არსებობს ისეთი ხალხის კატეგორია, რომელიც მოშორებაც მინდა და მაგათ არ მინდა სულ მხარე ვანახო. გამარჯობა. აპატიეთ, მანქანამაკ. მით აქციებს ხარ დადიოდი შენ? აქციებს ხარ დადიოდი შენ? კი, მაგრამ ხალხის რომელ ხარის კაი ფიჭი ხარ? მიდი მანქანა არ დაგაჯარიმონ, გავიგე რომ მაგრა აჯარიმებენ ეს ბოლო დროა. იმდე ჩემ მეგობარი დააჯარიმე ზებრაზე გადასვლისთვის. მოცლიეთ. შეიძლება კითხა რა პერსონაჟი ხარ? Shichen from Limbus Company. ძალიან მაგარია. Valova. გამარჯობა ბიჭებო, შეიძლება რაღაც კითხავთ? არა, ოკეი, cool. გამარჯობა, შეიძლება რაღაც კითხავთ? რა პერსონაჟი ხარ? Madoka. მაგრამ ეგ ანიმეა თუ თამაში? ანიმე. შენ? მითოლოგიიდან ვარ აფროდიტე. What? ეგ უკვე სერიოზა, ეგ მეც ვიცი უკვე. მე ვარ Mangle from FNAF 2. Wow, take it to this, give us a turn. დატრია, ნახე, რამდენი შრომა არის ჩადებული. ამ კოსტიუმის გაკეთება დარწმუნებული ვარ, დეპრესიიდანაც გამოგიყვანს და ყველაფერი ხარ? კი. შენი საყვარელი ანიმეს ქარაქტერი ხარ? ვიდეო თამაშია. ვიდეო თამაშია, ხედავ არაფერი არ მცოდნია. მე გრიფიტი ვარ Berserk-დან. ძალიან მაგარი. პირველად ხარ Comic-Con-ზე? არა, მესამეჯერ. მესამეჯერ. მე პირველად ვარ და არ ვიცი რა expectation-ი უნდა მქონდეს. მითხარით, რას უნდა მოველოდო? როგორი საღამო იქნება? ძალიან მაგარი. ეს არის, როგორც ვიცი, არ ვიცი. ქვეყანაში იმდენი ცუდი რაღაცა ხდება, ერთადერთი. დიახ. იჟური იქნება ძალიან. რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად საკუთარ თავში? ან სხვებში? ძალიან მაგიზიანებს ის რომ ვერ ვიცინებ არა ძილი მჭირდება და ძილი მიყვარს, მაგრამ Exactly. შენ რა გაწუხებს ყველაზე მეტად სხვებში, რა გაღიზიანებს? გულზე რა გაწუხებს? ყველაზე მეტად გულზე მაწუხებს ის რომ ცივ ჩაის ვეცალ. შენ ამ ცივ ჩაის როგორ გადაეკიდე? ყველაფრის საშუალო ცივ ჩაი ყოფილა შენთვის რა?
რა არის ამ ცივ ჩაიში ეგეთი კაი? ყველაფერი. შენ მინდა გითხრა რაღაცა. აი ხა შენი ყოფილი რო შეგხვდეს, რა რეაქცია გექნებოდა, რა სიზავდი? კაი კითხვა არის, სიმართლე გქონდა, ჩვენ ყოფილენ კარგი ურთიერთობა მაქვს. ასე რომ ალბათ კითხვა იქნებოდა ასეთი, გავყვათ პოლონეთი. ვაუ. ბიჭებო. ეხლა მოხვედით თუ უკვე იყავით და გამოხვედით და შედიხართ? ანი მეგიყვართ? არა, შენ თალაპარაკი მინდა უბრალოდ, შეიძლება? მოდიში. რა ქვია? დავითი, anxiety ხო არ გაქვს? anxiety რაობედროა, შფოთვა გაწუხებს? ნერვიული ხარ? ცოტა. რაზე არის ხოლმე დაკავშირებული? ძირითადად. რავი, აი ვინმეს თუ არ ვიცნობ, ვინმეს არ ვიცნობ და რომელისთან რომ ელაპარაკება, მაგ შემთხვევაში ნაჩვენებულ ვაგზელებ ლაპარაკს, მაგრამ მე რომ მივიდე და მე წამოვიწყო ლაპარაკი, შანსია რომ. ბოდიში რო არ გაგიცანი, მე ნანა მქვია. ეხა ჩემთან ლაპარაკი არ მოგერიდოს ოღონდ. კაი? რამე საიდუმლო გაქვს, რაც შეგიძლია რომ გამიზიარო? Deep dark secrets. აკრატონა გავასია. აუ მართალი ხარ, ვიცი, მე ცდილობ რომ ვიღაც მე შემიძლია თქვა საიდუმლო. მე თუ ვიტყვი შენ სიტყვი? აი მეც. ხო შეგეთ. ეხლა შენ სიტყვი. გადაო. ვაუ. აქედან გამომდინარე, რამე რჩევა შეგიძლია მისცე ჩვენ მაყურებელს, როგორ არის ნერვიულან ან ეგეთ რაღაცები, როგორ ფიქრობ, სანამ მიხვალთ და სალაპარაკებად, არ წარმოიდგინო თავში უკვე როგორ რაიმე ცუდი სცენარიოები რა. უბრალოდ მინდა და დაილაპარაკე. ზერმეტი ფიქრი არ გააკეთე. ზემედად რაც უფრო დიდხანს მოინდომები რომ იფიქრო, ვაი და ესე მოხდეს და ვაი და ისე მოხდეს, უფრო და უფრო შეგწყვება რა. ძალიან მართალი ხარ. ძალიან დიდი მადლობა, იმედი გაერთობით დღეს. კარგად. თურმე ყოფილა რაღაც ანიმეს ნაწილი, თქვენ ვინ ხართ? ჩვენ ვართ K-pop cover ჯგუფი Infinix. ანუ მე ვარ მეხუთე. ზაიო. Stop, don't. დღეს როგორი მოლოდინები, როგორი ხასიათზე ხარ, ეგ მითხარი. მარტო მოხდეს ამას სამწუხაროდ ყველამ გადამაგდო. გადაგაგდეს? მეგობრებო, რა წესია გადაგდება? მე მეგობრებიც სულ ეგრე აკეთებენ. უთხარი რამე თუ გინდა შენ მეგობრებს. უნდა მოსავები ხარ და ტატუზე რომ მოხვალ, ჩემ ფეხებზე გახადავთ. აი, გაიგეთ და შპოდკაშიც არ იყავით. აი შენი აზრით, ქვეყანაში ეხლა ყველაზე დიდი სანერვიულო რა არის? ან შენი სანერვიულო ყველაზე დიდი რა არის პერსონალურად? ადამიანებმა ერთმანეთის დახმარება აღარ იციან რა, ანუ აღარ აინტერესებს, ისე აგარიდებენ თავს, რომ მithom არაფერი რა, ძალიან ცუდი შემთხვევები ხდება და ეგ არის ცუდი რომ ერთმანეთს გათვალისწინება აღარ ხდება. მართალია, სენ ყოველდღე ეგოცენტრულ სამყაროში ვცხოვრობთ. ბოლოს როდი სიტირა? ხალხს აინტერესებს, უნდათ რომ იცოდნენ, რომ არ არიან მარტო, არ არის წირილი გრეხი, როგორც ამბობენ. რავი, 3-4 თვის. 3-4 თვის წელი. გოგოს ამბავი ხო არის? ხახა. დაშროვის ორიო. ეხა შენი ყოფილი რომ გამოჩდეს უცბად აქ. რა რეაქცია გექნებოდა რა სიტყვოდი? რავი, კარგად დამთავრდა რა დაშროება, ნუ. რა კაია. სიკეთით უნდა გაუძღო ცხოვრებას. ბედნიერებას წარმოტებას უსურვებს, რავი. რა საყვარელი. ბედნიერება და წარმოტება. ყველას შეღობილსაც. და შენ, ხავშიდობის, ძალიან დიდი მადლობა. გაერთე. ბიჭებო, რა ამბავია აბა? ცივა. აუ დერი ხალხი. მე გეძახდით. შფოთვები გაწუხებთ? ხანა. ხო. რა არის? რა განერვიულებს? გამანერვიულებს? რავი, ვერ მიზეზი ეკნებს. ერთი მითხარი რა. მეორე ნახევრის პავნა უფრო. ო, რამე რჩევა ხო არ გინდა ჩემგან? რამე კითხვა დამისვი, ან რამე რითი შემიძლია დაგიხმარო რომ მითხარი. ჩასერთი, რას ქვია ესეთ კაი ბიჭი ხარ? პრობლემა არ უნდა გქონდეს გოგოს სპორტში. არ უნდა გქონდეს პრობლემა გოგოს სპორტში, შენიერი ბიჭი ხარ. აუ. რა? კაი ხარ გამოციტლები. არ მომიხდება ეხა სოციალებში რა თქმა უნდა. ემოციური პიროვნება არ ხარ შეიძლება. ეს მნიშვნელოვანია. ტირი ხოლმე ხანდახან? უნებრევია. რა თქმა უნდა. რობოტი ხო არა? გაიხარა. რამე სამარცხინო ისტორია ხო არ გაქვს, რაც არ გეხაბუშობა რომ გაგვიზიარო. რავი, ნარჩენი ხომ დიეთ ეგეთ რაღაცებს. ტირუზე არა მარტო ზოგადად. ტირუზე არ გეუბნა. არაფერი გასაკუთრებული არ შემცხენია. ეგ ძალიან მაგარია. ესე იგი შენ თავში საერთოდ დარწმუნებული ხარ და გირეალიზებული.
რამდენი წლის ხარ? აბა თუ გამოიც. 25. ოქტომბერში გავხდი 21. ვაუ! ჩემზე პატარა ხარ. შეიძლება. თორე მოგიშვია 22-ის. აუ, რა, ერთი ცოტა რა იყო. 22-ის არის უკვე გაღმა ხო თქვენ. სასაცილო ხარ, კაი, ხო, სასაცილო ხარ. I don't have a joke. So, რა მირჩევა მიეცი ხალხს? რასთან დაკავშირებით? დაზეთ გაგიხარ და რაში ხარ? ძლიერი. ძლიერი? თავდაუზო გოხნა ის რომ საკუთარი მიზნებისათვის რა არაფერი არ უნდა დაგეზავოს, არც დილასადრე ადგომა და არც ვაიმე მოდი დღეს დავსკიფავ რა რამეს რა, თუნდაც ლექციას, თუნდაც სამსახურს იმის გამო რომ აი ცივა მაგალითად მეზარება სასწავლო ნადგომა. No days off. ყოველს თავშევხდა თუნდაც ისურო რა ყველაფერთვის. შრომა, არ უნდა ვიზარმაცოთ. ის რომ ცუდი ამინდია გარეთ ან რაღაც გაკეთება გეზარება, არ უნდა იყოს ხელის შემშლელი. რა კარგი ბიჭი ხარ, სახელი არ მიკითხავს. საბა, ძალიან დიდი მადლობა საბა. მე მოვალ ისევ შენთან, იმიტომ რომ შენ გათბობა გაქვს პონტია. მაი პონტია. ეხა გავიგე ფიქით რა პონტებია. ეგ სადიდება ის ყველაფერი? YouTube, Instagram, Facebook, TikTok. ჩემი No. ტუალეტში ვიყავი და დამლაგებულმა შემოაღო კარი და გამარჯობა თქვა. და ძალიან შეეშინდა. Wow. ჩემი უხერხული მომენტი არ ვიცი. გაიხსე. წეღან აფთიაქის გამყიდოს ღამო მშვიდობის მაგებად დილა მშვიდობის უთხარ. ეგ ხდება. მაგრამ ეგეც სამერცხინოც არ არის უარესები. მეტი ეხა ეს თხილი ვარ ხოლმე რა არ მემორთ. შევ დაგაწუხებს ხოლმე რაღაც თვალების ნუშსევდიანი გავს. არა, ეხა- ხრი ვაფშე არ გეუბნ. საერთოდ არ გეუბნ. ლაივამდე მაქვს დრო რა ნახევარი საათი და მუსიკასი ხარ? გიტარისტი. გიტარა. აუ კი ოღონდ ძალიან ხმაურიან მუსიკას. ჟანრობრივად? გრანიტ კორი. ხედავ შენ. თერაპიულად აღიქვავ მაგ პროცესს თუ არა გასართობად. სიამოვნებად. სიამოვნება და თერაპია მეტნაკლებად ხელში მიდის. კრეატიული ხარის გამოხატვა ადამიანის, თუნდაც აი დრო დააკვირდა ყოველს კოსტიუმის, ყველაფერი თავიანთი შინაგანი სამყაროს რაღაცნაირად გარეთ გამოტანა, არა? ეხლა მე მაქვს კითხვა. მიდი აბა. რამდენი ადამიანი დაწეს კომენტარებში ამას გზელით მარატო ახურას გავს? მეც გზელით მაქსო? არა მე კაცი. კაცური კაცი. მე რა კაცური კაცის ვიკინგებში ყველაზე მაგარი იყო ისეთ ყველაზე გზელით მაქონდა. ეგრე ინდიელესაც გზელით მაქვს. მე თუ ეგ დღემდე აქვთ. რავი, დაგვიწეროთ. მოდი, უთხარ რამე დამიწერა რა, იმიტომ რომ თუ არ წერე მე არ ერთ რამეს გეტყვით რა. მართლმადიდებელი ვარ ჩვენ და ეს ყოველს ცუდი რაღაც არის სოფლიოში რა. რავი, ქრისტიანები თუ ვართ ერთმანეთს უკამშით რა. აი მე ჩვენი ერი მაგრამ მიყვარს და მაგრამ მიყვარხავთ ყველა ეხა ვინც მიყურებს. აუ, შენაირი ოქროკაცი. აქ საღამოს გიწევს რა. აი მარტო ახალგაზრდებს თუ შეუძლიათ რა ესეთ კარგ ხასიათზე დაგაყენოთ რა. აგერ ქრისტიანი კაცი, ტრადიციული კაცი, მიდით აბათმაზე გავუტრაკეთ, მამას გაფიცე. კოსპლეიში რომ მოდიხარ, ძალიან ბევრი ხალხი არის საქართველოში, რომელსაც არ მოსწონს კოსპლეი, მაგრამ რა თქმა უნდა, ამდენი ხალხი არის და ჩვენ მეგობრები გვეხმარებიან. არ ყოველთვის არის ადგილი სიცილისთვის, ეგ არის ყოველთვის მაგარი. ტირი ხოლმე გაწუხებს სრემლები თვალებში? კი. ბოლოს რაზე იტირე თუ საიდუმლო არ არის? ბოლოს რაზე ვიტირე? მე მგონი შოუზე ვიტირე ბოლოს. ხო, ხო არ გახსოვს რა შოუ იყო? Attack on Titan იყო და დასრულების დროს. მესმის და მაგრამ ემოციის გამოხატვა, რა თქმა უნდა, კარგი არის. ყველაზე კარგია და ყველაზე კარგი ნაწილი. ოჩახ, ძალიან ჭკვიანი ბიჭია, რა ვთქვა. რამე სამერცხინო ისტორია ხო არ გაქვს, რაც არ გეხამუშება რომ გაგვიზიარო? სამერცხინო ისტორია გადავდიოდი გადასასვლელზე და მანქანა დამეჭა. შეხლა ხანს? რამდენიმე წლისი. უი დედა. მაგრამ ჩემი ბრალი იყო და სამერცხინო მიხდი, რა კაი, ჯიგარია, მაინც ყარ ჩემი ბრალი. ჩემი ბრალი იყო, არა და მანქანა გამეჭა. მაგრამ და მანქანა გაიგე. კარგ საღამოს გისურვებ, გაერთე უღრმესი მადლობა. აი. კანი პირველი კომიკონია? დიახ. რა expectations გაქვთ? მეც პირველად ვარ და არ ვიცი. ნუ ენა მამული დაკავება უწყება. ჩემო ქალბატონო.
შენ? თქვენ ესოლოდებით. ეს ზღოლია. მე მართავ. Oh, nice. შენ? Black hoodie, black jeans, very classic. უბრალოდ მეხარია. გასაგებია. ჩემი ქუდი ხარ მოგეწონებათ? აბა მიდი. ეს პაპახია ხო? ხო, გან უფრო Comic-Con პაპახია. მე ვარ ძალიან დაძაბული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია. არ მოველოდი. თავარია ბევრი ვარ და რა ვიცი. ბევრი ვარ და ბედნიერები. ძალა ერთობაშია. აურეს. Business. კარგი ნოტაზე დავამტარ. გაერთეთ. რა? Oh, FBI. პერსონაჟი ხარ შეგიძლია? ბაიონეტა. თამაშობ ბაიონეტა. ნახეთ, თეორია. მართლა ესეთი ბედნიერი ხარ თუ ეხა თამაშობ, ნახე რამ ხელაღი. არა, ნამდვილად ბედნიერი ვარ. ცხოვრებაში ვიღაცამ რო დავინახა ყვირილი რო დაეწყო ესეთი არ ყოფილა არასდროს და ეხა აი მეგონა რომ ნამდვილი რაღაც პერსონაჟი ვიყავი, ის ვინც აი მოყვანილი რა მაგარია, ძალიან მაგარია. რა არის შენი ბედნიერების საიდუმლო? რა რჩევას უწევი ადამიანებს, ვისაც მაგალითად ერთი ან რამოდენიმე აჰა, ბედნიერების საიდუმლო არის გიყვარდეს და ზრუნავდეს საყვარელ ადამიანებს, რომლებიც ასევე ზრუნავენ შენს. რა მაგარი გოგო ხარ? Go! Who are you? ვინ ხარ? ექიმი ვარ. ექიმი ხარ? შავი ჭერის ექიმი ვარ. შავი ჭერის ექიმი. შავი პოლიტიკის ექიმიც ხო არ ხარ შენ? არა, მარტო ტაბლეტი ვაკაგებ. ეგენი ჯერ ვერ ვიპოვეთ. ვა, ეს იქნებ ვიღაცებს დაეხმაროს ეს შიგნით ფერია. შავი ჭერის დაეხმარება დამდგმელად. ისე არა. მე ცოტა მეშინია ახლა სიმართლეს გეტყვით, მაგრამ კარგი, შიგნიდან ვიცი რომ კარგი ხარ. რამე საიდუმლოს ხარ მეტყვი? იმიტომ რომ ახლა შენ ისეთ ფორმაში ხარ. საიდუმლო არ არის, მაგრამ დეზინფექცია დაიცავით ყველა. ერთ ჩავაიქნება ყველასთვის. Safeguard-ი. შავი ჭირი ხო არ მაქვს ახლა? არა. თეთრი ჭირი. რამე ახალი სანერვიულო ხარ შემოგემატა ამასობაში? მასკის გარეშე რომ დაგელაპარაკეთ ყავილაშის რომ მემსახურები. გამარჯობა გელახიან. ეს ხო cosplay-ია? რა საკვირველია ქალბატონო. მოგვეშვა. მომავალში შეიძლება გავიჩითო, შეიძლება იმედი უწყებაში maybe not, რა ვიცი. წარმატებები. მადლობა. წარმატებები. ამოთავზე ჩავაბარ. ბევრი პოლიცია არსად სამართალი. ეს ამხელა ქუდი იმისთვის ვაპარია რომ არც დაალაიქოთ და არც დააკომენტაროთ. კომენტარებში დამიწერეთ ერთი რამე. ქუდით თუ უკუდოთ. რჩევა შეგიძლია მისცე ჩვენ მაყურებელს მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ან რა არის შენთვის ყველაზე კარგი გამოსავალი რაც გინდა? გისმენ. ჯობია. სუჩი მოძებნო კარგი. პოზიტივი ყოველთვის კარგი არის. რა არის შენი აზრით ჩვენს თაობაში ან თუნდაც ჩვენს სოციუმში ყველაზე გამაღიზიანებელი ან სანერვიულო რამე გამოსავალი რა გაწუხებს მითხარი? მთელ სოფლიოში ზიზღი არის ყველაზე ცუდი რაღაც. მართალია. და შენ არასდროს არ გამოგიხატავს არავის მიმართ ზიზღი? ბევრი ვიღაცის მიმართ გამომიხატავს, მაგრამ არ არის აუცილებელი ზიზღით გამოხატო ეს, იმიტომ რომ მე ვერაფერს ვერ შეცვლია. ხო, და საბოლოოდ სავარაუდოდ ყველა უნდა გვიყვარდეს რა. ყველა უნდა გვიყვარდეს. და ეს ზიზღი მტრის მიმართ კი არა, ვინც გვიყვარს იმას უნდა გამოუხატოს, რომ ეგეთი სისულელი აღარ ჩაიდინოს. მართალისა. რა ქვია შენ ბენდს? Soudov. კიდე ერთხელ ხარ. Soudov. Meaning? სახელის წუბენის. როგორც იმე. სახელის რავი იარაღი არის ესეთი Soudov-ი, საფანტი და მაგედან ის. ხედავ შენ. იარაღი ზიზღის ერთი სერიოზული ინსტრუმენტი როა და ჰეითის. იარაღი ეგრე ქვეყნის დაასავადოს გამოიყენება. მართალია. ვაუ! რა მაგარი გოგოები არიან. მე ამას ვერასდროს ვერ ვიზავთ. ხავთ გამოიწერეს პოდკასტი. ესეთი კონტენტი არც არ არსებობს. მართლა და მაგარი გოგოები არიან.